გადავიდეთ თემატურად. გამეფდა დავითი და ამ მომენტში დავითს ყავს თავისი გუნდი როგორ ჩანს. თავისი გუნდი. გიორგი ციგნობართუხუცესი ჭყონდიდელი. ეს არის ამ სტატუსით. არ ჩანს, მაგრამ აშკარად გიორგი ჭყონდიდელი ამ დროიდან არის იქ. დიახ. ამ დროიდან. ანუ ამ ალბათ აი ამ გადატრიალების პროცესში ის მონაწილეობს. ერთი ის მინდა ციტატა თქვენ მე წაგიკითხოთ აქ. ეთქოლეთ როგორ წერია. ჭყონდიდელზე. აიღურეთ. გირსი მეფისა ჩვენ. წავკითხო. თანა აღზრდილი პატრონთაი, აღმზრდელი პატრონისაი და თანა გამკვიფელი თანა აღზრდილი და აღმზრდელი პატრონის ესე მასთან ერთადაც რო იზრდებოდა, მაგრამ მის ცოტათი უფროსია და მის აღზრდაში. მაგრამ ცოტათი უფროსი. ხო, გასაგრველია. ეს არ არის უფროსი კაცი, არა, ეს მამისტოლა კაცი არ არის. მამისტოლა კაცი არ არის. არა, თანა აღზრდილიც რაც არის, ხო? თანა აღზრდილი და აღმზრდელი პატრონისაი, ხო? თანა გამყოფელი ყოველთა გზათა და საქმეთა ღვაწლს და მისთაი, ხო? უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ეტაპზე გიორგი ჭყონდიდელი არის მასთან. დიახ. უკვე არის მასთან. ასე რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით ბიოგრაფია გიორგი ჭყონდიდლის სამეგრელოში, მე სამეგრელოს მკვიდრი ვარ. და ხანდახან ხშირად გაიგებთ, რომ სამეგრელოს სახე გიორგი ჭყონდიდელი. გიორგი ჭყონდიდელი სრულიად საქართველოს სახეა. დიახ. არავინ იცის ის კუთხით, რომელი კუთხის წარმომადგენელია, ხო? ხო, მივხვდით არა, ტომობრივ კუთხით დასავლეთ საქართველოში ახლა მეგრული ელემენტი უფრო ისე იქნებოდა, რა თუნდა უფრო დიდი წონისა, რაოდენობრივადაც, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელი მაინც და მაინც სამეგრელოს მკვიდრი უნდა ყოფილიყო, გამიგეთ? ეს პირიქით ქართული ეკლესია მე მგონი ყოველთვის ცდილობდა, რომ იქით დასავლეთის კაცი აღმოსავლეთში და აღმოსავლეთის კაცი დასავლეთში ყოლოდა. ნუ ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ თავარი რა არის? თავარი ბიოგრაფია, მე ამას რატომ არ ვიცი ბიოგრაფია. ვინ არის, რომელი საგვარეულოს წარმომადგენელი? მე პირიქით, მე სულ მგონია, რომ სამეფო სახლის წევრია. ესე იგი სამეფო სახლის, ხო? წარმომადგენელია. საგვარეულოს, ხო, ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელია. მე მაინც მგონია რაღაცა. მაგრამ მეტი რატო არ ვიცით ეგ პრობლემაა. სანამ ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყობოდა. დიახ. 1099 წელს როცა აიღეს იერუსალიმი, ხო? დიახ. 97-99 წლებში ხდება. ურბან მეორე კლერმონთან და დაიწყოს ყველაფერი. მაგრამ მანამდე დავითის პოლიტიკა რა იყო? მისი ამოცანები რა იყო? პირველი ეტაპი ეს არის ქვეყნის დალაგება. ჩვენ რა ვიცით ბრძოლა ლიპარტის წინააღმდეგ და ანუ პირველ ეტაპზე იყო დიდგვაროვნების ალაგმა. ანუ ეგ აშკარად ჩანს, მაგრამ აქ ლაპარაკი აქ რა არის, იცით? დიდგვაროვნების ალაგმასთან დაკავშირებული იყო უკვე სიტუაციის მკვეთრად შეცვლა ეკლესიაში. და რატომ? იმ დროს ყველა არისტოკრატიული ოჯახი ცდილობდა ეკლესიის შიგნითაც ყოფილიყო, ხო? და ეს მატიანე რო გვეუბნება ჩვენ ეკლესიის მდგომარეობა, უყურეთ, ხო, დიახ. მას ჟამდა წმინდანი ეკლესიანი სახლი მთისანი ქვას ავაზაკთა ქმნილ იყვნენ და უღირს და უწესდა მამულობით უფრო ის ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფრო ისნის საეპისკოპოსონი. არა კარით მწყესებრ შესრულთა, არამედ ავაზაკებრ ურდოით. ერდოით. ესე იგი, ავაზაკურად შეჭრილია, ესე იგი, კარიდან შესული კი არაო. ფანჯრით. დაახლოებით ასეა. გალამაზეც ვერ ქართული. ხო, ეს ერთი რაღაცა მინდოდა ახლა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი თქვა თუ არა. დღეს აქ ამას ადგილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
კარებიდან ვერ შედიან, ფანჯრიდან ძვრებია. ეს დასკვნა მათ შორის თანამედროვე ეკლესიის შეფასებაში არა, ეს უნდა სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ეკლესიას გამოუვლია. აი ეს არის განაჩენი. წარმოუდგენელი რაღაცა დაიწერა დავითის ისტორიკოსი წარმოუდგენელ ბრალდებას უყენებს. ეს ანგრევს თელ სისტემას. ესე იგი სისტემურ დანაშაულს, არ დღეს რომ ეძახეთ ჩვენ სისტემურ დანაშაულს, სისტემური დანაშაული ხო? და ეს რომ ეკლესიაში ასეთი ამბავი იყო, ეს მანამდეც იყო ცნობილი. ახლა აქვე ვეტყვი მაყურებლების გასაგონად რომ როცა საუბრობდნენ რუსულბურსის კრების დროს პრობლემატიკაზე გამოკვეთილებდნენ. ანუ ეკლესიაში მოღვაწეობდა, მაშინ როცა შინა განაწესით მოყოფილიყო 1 ან 2 მოძღვარი, 30 მოძღვარი შეიძლება ყოფილიყო და ესეც აიგრძალაო და შემდეგ, ისეთი რაღაცა სერიოზულ სოდოზეც კი არის. რომელიც სოდომიზმი და სოდომიტობა. მე-18 ძეგლის წერის, რუის ურბნისის ძეგლის წერის მე-18 ის დადგენილების მე-18 მუხლით პუნქტი არა კატასტროფულია. ხო? ეს საქართველოა ხო? და რას გვიწერს იცით იქ მემატიანე არ ვიცი მე ის არ მომიტანია ეთყობა ის არ მაქაკა ეს რუის ურბნისის ძეგლის წერაში რაც წერია ასეთი რამ წერია რომ საიდან გაგვიჩნდაო ესო ეს სოდვაო როგორ საიდან შემოვიდაო რომ თითქოს არ ელოდა მაგრამ ეს არ არის მთავარი არის სრული ანარქია ეკლესიის რომელიც ძალიან აწუხებდა ბაგრატ მეოთხეს ბაგრატ მეოთხე იმპერიაში ყოფნის დროს კონსტანტინე შეხვდა და გაიცნოდა შეხვდა გიორგი მთაწმინდელს. გიორგი მთაწმინდელი არის ბუმბერაზე პიროვნება. აი მე აღრთოვანებული ვარ გიორგი მთაწმინდელით და გრიგოლ ბაკურიანის ძით. რატო? ეს ათონელები, ათონის სკოლა, ათონის ცენტრი, ჩვენი სულიერების დიდი ცენტრი, ხო? ეს ხო იმპერია, ბიზანტიის იმპერია, ხო? და წმინდა ადგილია. საერთო ბიზანტიურ რომაულ ასე მართლმადიდებლურ სივრცის საერთო ის არის რა სავანე, ხო? იქ თავიანთი ცენტრები გარდა თვითონ ბერძნული ცენტრისა, ქართული ცენტრია ივირონი, ხო? იქ რუსებს კონდათ რუსებს არ თქვათ ძველ რუსებს კიევიდან კიევი იყო რუსეთი მაშინ მოსკოვი არ იყო რუსეთი და იქიდან დრევოდელა მათი ის იყო ცენტრი კონდათ მათ მე-11 საუკუნეში კონდათ ცენტრი და იმ დროს ქართველ და რუს სამოდელო პირებს კონდათ ურთიერთობები და მე რატომ ამბობ ახლა ამას მაინც იმპერიის შიგნით ხარ შენ გიორგი მთაწმინდელი რო ხარ, წინამძღვარი რო ხარ, ათონის ლავრის ხო? და ესე იგი ძალიან დიდი ავტორიტეტი რო გაქვს და იმპერატორის სასახლეში მიღებული რო ხარ. მიღებული ეს მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში ეს ყველაფერი არ წერილია. ძალიან დიდი ავტორიტეტი რო გაქვს, ხო? და შენ და ცდილობდე რას? ცდილობდე რაღაც უნიატური დამოკიდებულება ქონდეს ბიზანტიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაუშვათ, ხო? კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქი აღიარებს მცხეთის ავტონომიას არა, სუვერენიტეტს, ავტოკეფალიას აღიარებს, მაგრამ აქ პრობლემა ზოგადად აი ამ ბერძნულ ქრისტიანულ სივრცეში, ხო? იგივე ანტიოქიის პატრიარქთან, ხო? პრობლემურია ეგ. არ აღიარებენ ისინი და არ უნდათ აღიარონ. თქვენ ღვთისმსახურება არ უნდა გქონდეთო, თქვენს ენაზეო. გიორგი მთაწმინდელსეუნე და ეს არის ასე ვთქვათ იმპერიული დამოკიდებულება, ხო? შენ იმპერიაში ხარ. შენ იმპერატორის სასახლეში მიღებული კაცი ხარ, ხო? შენ თითქოს უნდა ცდილობდე როგორმე მორიგებას და ესე იგი არ უნდა იჩემებდე რომ არ უნდა იჩემებდე ღიად სუვერენიტეტს, ხო? ეკლესიის სუვერენიტეტს ავტოკეფალია და
და რასაკეთებს პირიქით ომს უცხადებს ფაქტობრივად ის იყო ომის გამოცხადება კამაჩი ჩაება ანტიოქიის პატრიარქთან ხო და ეუბნება მას ჩვენ ეს გვეკუთვნის ჩვენ დამოუკიდებლები ვართ თქვენგან დამოუკიდებლები ვართ ხო გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში არის მე მგონი თუ სწორად მახსოვს პირველად ნახსენები საქართველოს ისტორიაში სიტყვა საქართველოს არა არა საქართველოს პირველად ნახსენები არის ჯუანშერიანის მატიანეში ვისაც მივაწერთ ჩვენ ჯუანშერიანს ნახსენები არის მურვანყრუს ეპოქაში მერვე საუკუნის 30-იანი წლებია ნუ ტრადიციული დათარიღებით ესა აი მურვანი რო შემოვიდა მაშინ საქართველოს არის პირველად ნახსენები რა კონტექსტში იცით არჩილი და მირი აიყარდნენ წავიდნენ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში ჯერ ეგრე შეაფარეს თავი და შემდეგო კლისურა გადავიდნენ კლისურა მდინარე კლისურას გადავიდნენ შევიდნენო აფხაზეთში ხო აფხაზეთში შევიდნენო და კლისურა მას ჟამსა იყო ურეთ რა მას ჟამსა იყო საზღვარი საქართველოსა და საბერძნეთის ესე იგი აფხაზეთის საბერძნეთია იმ დროს ერისთავი კეისრისა მართავს მას საზღვარი არის კლისურა მაგრამ არ წერია ეგრისისა და აფხაზეთისა წერია საქართველოსა და ესე იგი ეგრისი არ არის ის საქართველოს ხო ისე დაუბრუნეთ ჩვენთან ისე იგი რეფორმები დავითის სანამ ჯვაროსნული ომები დაიწყებოდა ეკლესიის რეფორმას ჩვენ საუბრობთ და მეორე ეს არის დიდგვაროვნება დაგვირგვინება ამ შიდა პოლიტიკური პროცესების დალაგებისა ეს რუის ურბნისის კრება არის ბოლო წერტილი მე არ ჩანს ისეთი რამ რაც დაკავშირებული უნდა იყოს შიდა ოპოზიციასთან. მაგრამ რუის ურბნისის კრება ეს არის 3-4 წელები უკვე დაწყებული ბოლოდ მიღებული დათარიღებით 4 წელი. დიახ. ანუ ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე შემდგარი ფაქტია. იერუსალიმი უკვე აღებულია. უკვე პირველი ბრძოლებიც მოგებულია. პირველი ბრძოლების ზედაზენი წართმეულია თუ არც კარგად მახსოვს. ხო? და ერთი სიტყვით მიდის უკვე მაგრამ თავარი აქ იყო პირველ ეტაპზე მაინც ლიპარიტის ალაგვა ლიპარიტით გატეხა მან უწევს საერო ოპოზიცია მაგრამ ეს არა რაჭისერის დაგანაბულეთის და აი ეგენის ეკლესია შეფარებულები არიან ხო ეგეც ეს არის ზუსტად რუის ურბნისის წინ როგორც ჩანს მას ათარიღებენ აბულითის ზეთა აი ამ ამბობს თარიღებენ 3 წლით ხო ნუ ეგ ცოტა ცუდად ვიცით ჩვენ იმიტომ რომ მასზე ნარატივი რამე ისეთი არ არსებობს ეს ანდერჩია მოხსენიებული ეს ფაქტი შემღვიმისადმი დავითის ანდერჩი არის მოხსენიებული მაგრამ ირკვევა რომ ესენი იყვნენ ოპოზიცია იყო სერიოზული ოპოზიცია იყო მათი ამბოხი იყო სერიოზული ოპოზიცია ესეც და ისინიც ეკლესიაში არიან მოდისტოსი ეკლესიაშია დიახ ხო ერთი სიტყვით რითი თქმა მინდა მე თქვენს თქმა მინდა რომ ამ 4-ში დაუბრუნდეთ მაინც აი ეს ამბები აი ეს ეკლესიის ამბები არეული იყო ბაგრატის დროსაც როდიდან დაიწყო აი ეს პროცესი ჩემთვის ძნელი ასახსნელია მე წინააღმდეგობას მეფესა და კათალიკოს შორის ვხედავ სერიოზულს გიორგი პირველის ეპოქაში მელქისედეკ კათალიკოს აი რაც მართლა ზუსტად არის ასახული კონსტანტინე გამსახურდიასთან მე წერილიც მაგ კონსტანტინე გამსახურდიას აი ამ მიდგომებთან დაკავშირებით და უყურეთ რა ხდება ესე იგი მანამდეც ვიცით რამდენიმე ფაქტი ხო პირველი დიდი ფაქტი ჩვენ დაპირისპირებისა სამეფო ხელისუფლებასთან მიქაელი მთავარეპისკოპოსი და ვახტანგი ხო ესე იგი ეკლესია ყველა მთავრობას სჭირდებოდა ყველა მეფეს სჭირდებოდა ხო და იმიტომ რომ ის მეფის
ღვთიურობას, ხო? ლეგიტიმაცია. ეს ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა. ყველა ცდილობდა მთელი ეს ეკლესიის, ასე ვთქვათ, გაძლიერება არა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკურიც, ხო? ეს დაკავშირებულია რასთან? ეკლესია წყალობა, ხო? ყველა მეფე დაწყებული, ესე იგი, ერთიანი საქართველოს ყველა ბაგრატ მესამედან ბაგრატ მეოთხესთან ეს კარგად გიორგი მესამეორე, ბაგრატ დავითი, თვითონ დავითი, შემდეგ გიორგი მესამე კაფიოდ ჩანს ეს სულ ცდილობენ ეკლესია რომ მასთან იყოს. მაგრამ აქ დავითმა ომი გამოუცხადა აი იმ ელიტას, ხო? ბაგრატმა ვერ გამოუცხადა ომი. ბაგრატის დროს, ხო გითხარით რომ გიორგი მთაწმინდელი გაიცნო, დაუახლოვდა. გიორგი მთაწმინდელი ვერ მოაგვარეს. თხოვა ჩამოდიდა მიშველე ამ საქმეშიო. ესე იგი ფაქტობრივად ეუბნება რომ შენი ავტორიტეტი თუ მჭირდება ეს ავტორიტეტი შენი რომ წესრიგი დაუმყრო ეკლესიაში. და გასაოცარი ფაქტი მოხდა მაშინ ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი უცბად არ ჩამოსულა რასაკეთებია ჩამოვიდა და ბაგრატმა შესთავაზა მას ჭყონდიდის ეპისკოპოსობა. რას ნიშნავს ჭყონდიდის ეპისკოპოსობა? აი ბაგრატი როგორც ჩანს ვერ ახერხებს მისთვის კათალიკოსის ტახტის ასე ვთქვათ შეთავაზებას ვერ ბედავს. არა აქვს უფლება თუ რაღაც არის, ხო? და ჭყონდიდის ეპარქია რატო? ისე რაღაც ადმინისტრაციული ფუნქცია ჭირდება რომ წესრიგი დაამყაროს. გასაოცარი ფაქტია ეს. აი ეს და რატო მერე გიორგი ჭყონდიდელი? რატო ჭყონდიდის ეპისკოპოსი? რატო ბაგრატის მიერ შეთავაზება ჭყონდიდის ეპარქიის? ხო? ეს ჭყონდიდის ეპარქია ჩდება გიორგი მეორე აფხაზთა მეფის დროს, მე-10 საუკუნის ალბათ შუახანებში და ესე იგი, ყოველ შემთხვევაში 50-იან წლებამდე მეფობს ეს გიორგი მეორე და გიორგი მეორე ვინაა? გიორგი მეორე არის ფაქტობრივი გამაერთიანებელი საქართველოსი. სულ ცოტა დააგდა კახეთ-ერეთის საბოლოო შემომტკიცებას გიორგი მეორის დროს. პაპა ბაგრატ მესამისა, ხო? ბაგრატ შემდეგ მისი ვაჟი ლეონი აგრძელებს ამას და ლეონი რო გარდაიცვალა, მერე წავიდა ცოტა საქმე, თორე სანამ იყო გიორგი მეორე და მერე ლეონე მესამე, ესე იგი ეს გამაერთიანებელი ასე ვთქვათ მოძრაობა გამაერთიანებელს ვარქმევ ჩვენ ხო ამაზე ბრაზდებიან ჩემი აფხაზები. რა გამაერთიანებელი ვიპყრობდა აფხაზი იყო და ის იპყრობდა საქართველოს. ხო, ესე იგი შემომტკიცება რა კახეთ-ერეთის. მე წავიდა ესე უკან ეს საქმე, როცა დემეტრე გახდა მეფე და მე ეს სხვა ისტორია. ახლა მთავარი რა არის? რატომღაც ესე იგი აი ჭყონდიდის წამოწევა გიორგი მეორეს. აი მეფეს რომელსაც ამბიცია აქვს მთელი საქართველოს გაერთიანების და გამაერთიანებელი პოლიტიკას ატარებს, ხო? და შემდეგ ბაგრატი მაინც და მაინც ჭყონდიდის ეპარქია. უარი თქვა გიორგი მთაწმინდელმა და ისე დაიწყო ეს მოღვაწეობა, ვერაფერი ვერ გააკეთა. მეფე კათალიკოსი ყველა უსმენს. ესე იგი მათთვის ის არის დიდი ავტორიტეტი კათალიკოსის ჩათვლით, ხო? ყველა უსმენს, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა ვერაფერი. და რა დანაშაულებს პირდაპირ შენ ყიდი ამ იმას თანამდებობებს, ხო? ესე იგი ფაქტობრივად მან ვერ მიაღწია რომ მეფეს განეხორციელებინა ის აღესრულა ის რასაც ის იტყოდა, ხო? ესე იგი ბაგრატა მეოთხეს პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა აღსასრულებლად, რაც ჰქონდა ვის? დავით აღმაშენებას. აი ეს არის განსხვავება, მაგრამ აქ თავი რა არის? ეს ერთი პროცესია. კიდევ გაუარესდა ეთყობა ძალიან ასეთი რაღაცა რომ და ავაზაკრებ. ესე იგი თან იმას წერს რომ კიდე თვით ქვაბ ავაზაკთა. ეკლესია ყველა უწესობაც ყველა ეს მოდიოდა ეკლესიიდან. სადღაც ესეც უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ახლა ვერ ვიპოვო ახლა. ხო, ერთი სიტყვით ეს განაჩენი იყო. დავითის ისტორიკოსის ეს ნარატივი არის განაჩენი, გამიგეთ?
და გადადება ამისი არ შეიძლებოდა როგორც ჩანს და განახორციელა ეგა. ხანდახან რუისის და ურბნისის ეპარქიებში. მაგრამ იქ არ არის, ხო აუცილებელი რომ იქ მომხდარიყო ამ ეპარქიებში, შეიძლება სხვა არა, ის არეალია, სადაც ამ არეალში ტერიტორიულადაა ეს არეალი, ამ სანახებშიო. ეს სულ არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ რუისი რატოა იცით მნიშვნელოვანი? რა იყო ეს რუისის ტაძარში მაინც და მაინც რატო აკურთხა გიორგი იმან ლიპარიტმა მეფეთ გიორგი მეორე ესეც მაფიქრებს ხანდახან მე მაფიქრებს რატო იყო ეს მაინც და მაინც შერჩეული რუისი ახლა ჩვენ შეთი ცხოველი მცხეთა ხომ მცხეთაში კათოლიკოსის თანდასწრებით რატო არ იყო ეგა ხო აი უყურეთ კათოლიკოსის რუისიცა ეტყობა რაღაცა ისეთი რაღაც განსაკუთრებული რაღაც феодალური რაღაცის რაღაც დატვირთვის მატარებელი ხო არ იყო ეს პოლიტიკური და იდეოლოგიური იმდენად არა პოლიტიკური კუთხით უფრო აი ამ დაპირისპირების კუთხით ხო არ იყო ეს რუისი იმიტომ რომ მაგალითად დაუყურეთ პარტი გვაქვს ჩვენ მე რო ახსენე გიორგი მეორის ორი ვაჟი ერთმანეთს დაუპირისპირდა ლეონ მესამე რო გარდაიცვალა დემეტრე ავიდა ტახტზე დემეტრეს ტახტზე ავიდა და ჩამოიყვანეს მაშინ ოპოზიციამ ჩამოიყვანა როგორც ჩანს მისი ძმა კონსტანტინოპოლში იზრდებოდა ხო ორი შვილი კონსტანტინოპოლში იზრდებოდა გიორგისა და ჩამოიყვანეს ეს და დაუპირისპირდა ძმას და კახეთის ქორეპისკოპოსი ჩაერია ამ ამბავში და შეარიგა ესენი და დაფიცება მათი ხო აფხაზთა ქუთაისის ტახტისთვის არის ბრძოლა და დაფიცება მათი ხდება მცხეთაში კათოლიკოსის თანდასწრებით ეს არის ეს იდეოლოგიური ერთიანობა უკვე სახეზე გვაქვს ჩვენ ხო და ამ დროს რუისში რატო მიდის ეს გიორგის გამეფების აღსაყდრების სამეფო ტახტზე აყვანის ცერემონიალი ხო ლიპარიტის მიერ ეს ახლა ამ რუის ურბნისთან გამახსენდა ეგ სიტუაცია და ერთი სიტყვით მეგობრებო ეს უკვე უცბად აუდიტორიის წარმოვიდგინეთ კი აუდიტორიაც არის და უყურეთ გადაწყდა მთელი ეს საკითხები და ხანდახან რამეფი და თავარი რა მოხდა წიგნობართო ხუცეს დაუმორჩილდა ეკლესია დაუმორჩილდა როგორ იურიდიულად კი არა დე ფაქტო ხო დე ფაქტო დაუმორჩილდა თან ეს წიგნობართო ხუცესი აღჭურვილია ჭყონდიდის ეპისკოპოსის სახელოთი ხო ის არის ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ესე იგი გამოდის ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გავლენით მეტია ვიდრე კათოლიკოსი იმიტომ რომ ამ დროიდან მიიღეს დადგენილება ეპისკოპოსობა გაიცემოდა მეფის მიერ სამეფო დარბაზიდან გაიცემოდა ხო ეს ეპისკოპოსობა უშუალოდ კონტროლი სახელმწიფოს კონტროლი ეკლესიაზე ეს არის სახეზე ხანდახან ესწრებოდა ამ რუის ურბნისის კრებას გიორგი მეორე ესწრება და მართა მარიამი ესწრება ახლა ანუ მთელი პოლიტიკური ძიმეწონოსები რომ გადაიწვია საპირისპირო აზრები პირველად წერს გიორგის მეფეს ასე წერს მერე წერს ესე იგი მერე წერს მართას და მე და სხვა დანარჩენებს და იქ ერთი წერია როგორც ჩანს დედოფალზე შეიძლება გიორგი მეორის დედოფალი მეუღლე დავითის იმაზე ესე იგი ხსოვნის აღნაშელი ისა განმარტება და ვინ ცოცხალია მრავალსაწელით მრავალჟამიერი რაღაცნაირად ჩვენი სცენაზე მრავალჟამიერი მისი სიცოცხლე კიდე ხო დაახლოებით ასეთი ტექსტია იქა და მე იმ ჩამონათვალში გარდაცვლილებზე როგორც წერია ეცეთ ის მეფენი და ესენი დიდებულნი რომლებიც ამას იღწევდნენ და ცალკე ესე იგი გიორგი მთაწმინდელი ესე იგი
თვითონ აი ამ საბოლოო დოკუმენტში დააფიქსირეს საჭირო ჩათვალეს გიორგი მთაწმინდელის პერსონალურად ჩაწერა, იმიტომ რომ იმისი სული ტრიალებს იქ როგორ ჩანს. მისი იდეოლოგიაა ეგა. ხო, მისი იდეოლოგიაა ეგა. თუ ჩაწერეს და ხსოვნით. აი ეს რა გარდაცვლილია და ხსოვნით. არის ეგა. ხო, ეს იყო დიდი დარტყმა, დიდი გამარჯვება სამეფო ხელისუფლების და თან ეს რო წესრიგი ზოგადად ჩიგნით დამყარდა ერთია და მხოლოდ არაგვარიშვილობით, არამედ მხოლოდ მონაცემებით, ხო? ინტელექტუალური და სულიერი, ასე ვთქვათ, მენტალურად ვინ როგორ რანაირად ესე იგი გამორჩეულები, ხო? ინტელექტით და სულიერებით გამორჩ. ესე იგი რაზე ელაპარაკი? არაგვარიშვილობით, არა იმიტომ რომ ის დიდი კაცის, დიდი ოჯახის საგვარეულოს წარმომადგენელია უნდა იყოს, ხო? არამედ ღირსეული თავისი სულიერებით და ინტელექტით. პლუს ქორწინების წესის განსაზღვრა. ეს ახლა ეს იმდენად დეტალები ჩვენთვის ჩვენ გვაინტერესებს. დავითმა ეკლესიაში წესრიგი დაამყარა, ხო? და მისი მარჯვენა ხელი და თვალი იყო ამ ეგ ძალიან საინტერესო რაღაცა. ღირსისა, მეუფისა, ჩვენისა და თვალად წმიდისა, ამის კრებისა, ცნობილისა, გიორგი მონაზონისა და მწიგნობარ თუხუცესისა, მრავალმცა წელი რა მრავალჟამიანი დაახლოებით ამ და უყურეთ. ეს თვალი რა იყო? თვალი რა არის? აი აქ დატვირთო მე მაინც ისტორიოგრაფიაში არ შემხედრი ამის განმარტება რას ნიშნავს ეს თვალი. თვალი თითქოს ალბათ მაინც მაკონტროლებელი თვალი. აი დაახლოებით რაღაც ასე უნდა გავიგოთ ეს გავიგოთ ეგა. თუმცა ამაზე ამახვილებენ ისტორიკოსები. აი თვალი იყო, თვალი ყველა ციტირებს აი ამ იმას. მაგრამ მაინც აი სიღრმეებში არ შევსულვართ, არ მახსოვს ახლა ვინმე ისეთი ისტორიკოსი, ვინც ამის სიღრმეებში შესულიყო. ეს არ არის თავი, ეს მოხდა. ხო? ახლა სხვა რეფორმებზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, ეკლესია რო დავამთავროთ, მინდა პარალელი გავავლა. და რა ვთქვა? ისეთი რამ გააკეთა დავითმა დღეს დღევანდელი გადასახედიდან რაღაცა დღევანდელი ეკლესიის ასე ვთქვათ ქართული ეკლესიის დღევანდელი შიდა ეკლესიის გადასახედიდან ზოგადად რატომ მე-18 საუკუნეშიც ასე იყო ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ეკლესიისთვის ეკლესიის ნეგატიური დამოკიდებული შოთა რუსთველის იდეოლოგიის სადმე ხო იყო ეგ რა აი ჩემთვის გაუგებარია დღემდე და მგონია რომ კრეხელურიც არის ეკლესიის გადასახედი დავითი რო წმინდანია რა საკვირველია წმინდანია ყველა ქართველისთვის წმინდანია ხო განურჩევლად მისი მართლმადიდებლობისა თუ მაჰმადის რჯული ჩვენ ხანდახან უნდა გავიწყდება რომ ჩვენ მაჰმადიანი ქართველები გვყავს სამაჰმადიანო როგორც ილი ამბობდა სამუსლიმო საქართველო არის ეგა და ჩვენი ყოველთვის აი რა ვიჩემებთ რომ ისო ენა მამული სარწმუნოება ხო ენა მამული სარწმუნოება ეს დღეს არ არის ის რაც იყო შუა საუკუნეებში ნამდვილად ასე იყო დღეს ჩვენთვის თავარია მოქალაქეობა ესაა დავითი ხო გამიგეთ ესაა დავითი ამ კუთხით იმიტომ ამაზე ის აღფრთოვანებულები არიან აღმოსავლელი ავტორები ხო მაჰმადიანი ავტორები მუსლიმი ავტორები ხო ის ისე პატივისცემით რო ექცეოდა კი იქ პოლიტიკური მიზანშეწონილობის ამბავიც იყო დაუშვათ თბილისი რო შემოიერთა დავითმა როგორ მოექცა ის მაჰმადიანურ მოსახლეობას ხო თბილისის მოსახლეობას პრივილეგიები ხო ამაზე ვისაუბროთ ხო და რატო ამბობ ამას დავითი ეკლესიაზე მაღლა დგას, მართლმადიდებლობაზე მაღლა დგას, ხო? ისე როგორც რუსთაველი, ხო? რუსთაველ ხო ბევრი კამათი მიდის რუსთაველთან დაკავშირებით, რომ არის ქრისტიანული მართლმადიდებლური კუთხიდან, იმიტომ რომ მაინც ის არაბული სამყარო, ხო, აღწერილი
და არა, მაინც ხო ამბობთ რომ ის არის ქრისტიანი ავტორი. თვითონ რუსთაველი არის ქრისტიანია დავითი, რას გვი იმ რომ წერს დავითის ისტორიკოსი 60 ქულა აქამდე ამდენჯერ ქონდა 1 წლის განმავლობაში წაკითხულიო, ხო? ეგ ისე არ არის. არის ეგ, მაგრამ ის სახელმწიფო კაცია. სახელმწიფო მარტო მართლმადიდებლობა არ არის. კი, მართლმადიდებლობა იყო და შუა საუკუნეებში იყო ნამდვილად ფუნდამენტი, იდეოლოგიური ფუნდამენტი, ხო? ქმნიდა იდეოლოგიურ ფუნდამენტს. ეს არ უნდა დაუკარგოთ. ქართულ ეკლესიისადმი დამოკიდებულება სახელმწიფოსი ნამდვილად უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაშიც და იმ კონკორდატშიც. უნდა იყოს ეს. ამის საწინააღმდეგო არავის არ შეიძლება, იმიტომ რომ იმდენ საქართველოს რო არსებობს, საქართველოს როგორც სახელმწიფო, ქართველობა, ხო? ქართველობა საქართველოს რო არსებობს, ეგ არის ეკლესიის დამსახურება. თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ბარიერი, როგორც არის ლიხის ქედი შუა საუკუნეებში, ხო? დღეს რა პრობლემაა? დღეს არის პრობლემა ეს. ვერაფრით ზამთარი დადგება და პრობლემები გვექნება, ხო? გამიგეთ. მთელი დაქუცმაცებული საქართველო ლიხსიქით და ლიხსაქეთ ორ იმპერიას შორის იყო. ყოველთვის ორი იმპერია დაწყებული სასანიდებიდან და ალბათ აქემენიდებიდან არა პოსტაქემენიდური ეპოქიდან მაინც ჩვენ ვიცით ეს მაინც ვიცით რომ იქით რომი აქეთ სპარსეთი ხო და მერე ბიზანტია არაბები ხო შემდეგ სელჩუკები ბიზანტია ხო ყოველთვის შემდეგ 1555 წლიდან მთელი სისტემა ზავის ამასიის სისტემა ხო ყოველთვის ყველა პირობა არსებობდა რომ მინიმუმ ორი სახელმწიფო ყოფილიყო ცალ-ცალკე ხო და აი ეს ერთობა გადაარჩინა ეკლესია წიგნიერება ხო ვახუშტიმეს შესანიშნავად ახსნა ეს გადაარჩინა ამიტომ მე აქ ეკლესიის ღვაწლი და როლი არასოდეს ეჭვშესკეს არ დამიყენებია მაგრამ პრობლემები სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ხშირად ყოფილა აი ჭყონდიდლის ინსტიტუტი ჭყონდიდელი აკონტროლებს კათოლიკოსს გამოდის რომ ჭყონდიდელი აკონტროლებს კათოლიკოსს ხო თავისი იმ საერო თანამდებობით და ფაქტობრივად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ხო ახლა მთავარ უზენაესი მაინც მეფეა რა საბოლოო მაგრამ მაინც აი ამ და იმდენად გააღიზიანა კათოლიკოსი მიქაელი თამარის ეპოქაში აი ამან როგორ ჩანს მან ჭყონდიდლობა მოივერაგა წარმოგიდგენიათ ესე აი ასეთი რა სხვა მოივერაგა ეს მე გავუქმნის ეს მიმართება